ნიჭიერის სცენაზე საქმე ცუდად წავიდა. გამარჯობა. გამარჯობა. რა ქვია? ჩემი სახელია თამუნო, მოგესალმებით სულ ყველას. ძალიან მიყვარხართ ყველანი. დღეს წარმოგვიდგენ დღეს. მინდა რომ გიმღეროთ რიანას რეპერტუარიდან Russian Roulette. ისმენ? Take deal, understand. He says to me, and you can see my heart beating. Oh, you can see through my chest. I am terrified, but I'm not living. თქვენ თვითონ ხომ ხვდებით რატომ გაგაჩერეთ? ვერა. მე ვამბობ არა. ჩემგანაც არა. სამწუხაროდ სამი არა. კარგად იყავით. მომავალში ესტრადაზე შევხვდებით მეგავარსკვლავებში. კარგად ზრდებოდეთ. ვარხართ! ეს წარმოგვიდგენ დღეს. მე წარმოგიდგენთ სიმღერა, რომელიც თქვენ გეძღვნებათ. მე კი. სიყვარულზეა სიმღერა. არა, სიყვარულზე არა. შემეშარა ხო? რა შეგეშალა. დაიწყება, მიდი. გოგო ჩემსკენ მოიხედე ლამაზო მომანადე შენი შავი თვალები მე უშენოდ ვეღარ გავძლებ ძვირფასო დაუშენოთ მარტო დავიარები ოსო მე შენი ვარხარ შენ მათი ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ არ გეწყინოს, მეც არა ვარ. ისე სიმღერა ჩემთვის არავის არ უმღერია. გამიარა ვერ გადახვედით შემდეგ კარგად ზამები. ბრავო. ვითხარით, ვინ ხართ, საიდან ხართ და რატო ხართ აქ? ცეკვავთ ლაგოდეხიდან. ხო, არა უნდა თქვა. ჩემ ხმას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ არა. ნიჭიერი ეს არის შოუ, სადაც ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მონაწილეების მსურველთა რიგში არის ვეტერან ოფიცერთა ანსამბლი შვიდობა. ეს გახლავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან ოფიცერთა კავშირი არის ასეთი შვიდობა, იმისი ფოლკლორული ანსამბლი შვიდობა. ესენი არიან შეიარაღებული ძალებიდან უკვე დათხოვნილი ოფიცერები. შვიდობის ვირცვი და ჩვენს ამიტომ შვიდობას ძალიან აუკავშირებთ ჩვენი კავშირი. მეგობრობას უმღერებთ. მეგობრობას. რა თქმა უნდა, ჩვენი დავამშვიდოთ ერთმანეთი. ერთმანეთი დავაწყნაროთ და ჩვენ სამშობლოს, ჩვენ საქართველოს და მსოფლიოს უმღეროთ სიმღერა მეგობრობა. დღეს საქართველოს მართლაც ჭირდება მეგობრობა, სითბო, ალერსი და ამ მეგობრობაზე ვხდივართ. გამარჯობა. თუ შეიძლება წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან ოფიცერთა კავშირის მშვიდობის ფოლკლორული ანსამბლი მშვიდობა. წარდგენა უკვე ლამაზი იყო. და რამდენი ხანია რაც არსებობს თქვენი ანსამბლი? ვარსებობთ სხვადასხვის სამხედრო ნაწილის მებრძოლებისათვის 9 მაისის გამარჯვების პარკში მღერივარ. გამოვდივართ იქ, სადაც უჭირს ჩვენს ჯარს და სადაც უჭირს ჩვენ ხალხს. ძალიან კარგი.
ანსამბლი მშვიდობა შემოგთავაზებთ რევაზ ლახიძის სიმღერას მეგობრობაზე, რადგანაც მეგობრობა, სითბო, ალერსი, სიყვარული ყველაფერი გვაკლია და უნდა მივუმატოთ ერთმანეთს. შეგიძლიათ დაიწყოთ. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დასაფასებელია რა საქმესაც ემსახურებით და შემიძლია თამამად თქვა, რომ ეს იყო ძალიან კარგი შესრულება. მე ვისურვებდი, რომ თქვენი ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, თქვენი შემართება, თქვენი ენერგია ხინშიც და ყოველთვის გამოგეყენებიო და არა მხოლოდ გასაჭირის ჟანრს. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჯარს ლხინში უფრო დაჭირდებით და ესეც იქნება და საერთოდ ჩვენ ქვეყანას აუცილებლად დაჭირდებით ლხინში და გვინდა რომ მოვისმინოთ თქვენგან აი ესეთი მხიარული და ლამაზი სიმღერები. გამსახურებით საქართველოს. შემიძლია მივიღოთ მოგადაწყვეტილება. მე ოპტიმიზმისკენ არ და მშვიდობისკენ და ასე რომ კი. კი, სოფუშენ. კი მშვიდობას. დემოკრატია რა სიტყვის? მე ესე არ მინდა თქვა, კი აი რაღაც უფრო რაღაც სხვანაირად ეს ავდგები ფეხზე და კი ბატონო პოლკოვნიკო. თქვენ სამი კი გაქვთ. გადასული ხარ შემდეგ ტურში წარმატებები. სიმღერა მეგობრობაზე ყველას მოეწონა. ვეტერანებმა დარბაზისაგან და ჟიურისაგან ერთსულოვანი კი მიიღეს. რომელიღაც ხო იქნებოდა პოლკოვნიკი ახლა მაქედან.